დღეს წარმოვადგენთ პირველს. სათაური პირობითია, რომელსაც ჩვენ მას უწოდებთ, ეს არის შეხვედრა დანაშაულებრივი გარიგებისათვის, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ეს კასეტა. ამ კასეტებზე ორი მნიშვნელოვანი რამ არის ანალიზისათვის. პირველი სერიოზული გამონათქვამი ეკუთვნის ავთანდილ ჯორბენაძეს, რომელიც მიშა სააკაშვილს ეუბნება, რომ გახსოვს მიშა 350.000 რომ ჩავყარეთ წინა არჩევნების დროს და თქვენ ისე მოიგეთ არჩევნები. გახსოვთ, რომ თქვენ ვაკეში არჩევნები გაყალბებით მოიგეთ. ძალიან მძიმე გამონათქვამებია და უნდა გითხრათ, რომ ეს ასე ვაფასებ, რომ ვაშკაცური გამონათქვამია ამ შეხვედრაზე, რომელსაც ჯორბენაძე მიმართავს. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გამონათქვამი, რომ სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია შევარდნაძის გადადგომის და საუბრობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს. დასკვნისათვის ჩვენი ანალიზი პირველ ეტაპზე რას გვიჩნდება, არის ის, რომ შევარდნაძის გადადგომა გადაწყდა ივანოვის ჩამოსვლის შემდგომ, ანუ ყველაფერი ის, რაც მოხდა საქართველოში, დაკავშირებულია სწორედ რუსეთის ჩარევასთან და ივანოვის სტუმრობასთან.